საღამომშვიდობისა ობიექტივის ტელე და რადიო ეთერში 2013 წლის ბოლო დედოფლისწყაროს საათი იწყება. მე გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ და 1 საათის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიქნები. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო კადრებს, რომლებიც მთელი წელი გროვდება და ტელეეთერში მხოლოდ ერთხელ ხვდება, საახალწლო კურიოზები და დედოფლისწყაროში მიმდინარე მოვლენების წლიური მიმოხილვა იქნება ჩვენს გადაცემაში. თუმცა ვიდრე საინტერესო ფრაგმენტებს წარმოგიდგენდეთ, მანამდე ტრადიციულად უნდა ვნახოთ მცირე საინფორმაციო კოლაჟი, თუმცა მანამდე მე მიდავთხოვო ჩვენს მაყურებელს და საზღვარგარეთ მცხოვრებ დედოფლისწყაროელებს შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენს გადაცემაში ტელეფონის ნომერზე 0322 388 ასევე Skype მისამართზე ობიექტივი 2 და თქვენი მოსაზრება გამოხატოთ ან დამდეგი ახალი წელი მიულოცოთ სამშობლოს. დიდი მადლობა იმ ერთგულებისთვის და გამოხმაურებებისთვის, რომელსაც სოციალურ ქსელებში იჩენთ და ასე აქტიურობთ. მაშასე გადავიდეთ საინფორმაციო კოლაჟზე. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ და ეკონომიკის სამინისტრომ ობიექტივს ნაცმოძრაობის მიერ წართმეული ლიცენზიის დაბრუნებაზე უარი უთხრეს. ობიექტივის დამფუძნებლებმა ამის შესახებ განცხადება გაავრცელეს. კომუნიკაციების კომისიიდან და ეკონომიკის სამინისტროდან წერილი მივიღეს, საიდანაც შემატყობინეს, რომ წართმეული სიხშირის სანაცვლოდ ობიექტივს სხვა სიხშირეს ვერ გამოუყოფენ, რადგანაც გადავდივართ ციფრულ მაუწყებლობაზე და გარდამავალ ეტაპზე შეჩერებულია ლიცენზიების გაცემა, განაცხადა ირმა ინაშვილმა. შეგახსენებთ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის კანცელარიაში პირველივე სამუშაო დღეს ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ღია წერილით მიმართა და ობიექტივის წართმეული სიხშირის დაბრუნებას თხოვა. ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი პოლიტიკური ნება იარსებებს, ახალ ხელისუფლებას მათთვის სიხშირის დაბრუნება 15 წუთში შეუძლია. ერთი თვის წინ მეტრულ სიხშირეზე ოთახის ანტენებით ობიექტივის მაუწყებლობა გაითიშა, მათ შორის მეტრული მაუწყებლობა გათიშულია დედოფლისწყაროს სატელევიზიო ანძიდანაც, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს. ჩემი და დედოფლისწყაროელების სახელით მინდა გთხოვოთ ყველას, ვისაც ეს ეხება, დაეხმაროთ ობიექტივს კუთვნილი სიხშირის დაბრუნებაში. ვწუხوار, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლების მიდგომა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მსგავსია, რაც დამოუკიდებელი მედიის განვითარებას ხელს უშლის. ბატონო პრემიერო, მშობლიური რაიონის სახელით, მაცხოვრებლების სახელით გთხოვთ დაეხმაროთ ობიექტივს, მიეცეთ მოსახლეობას, მათ შორის რეგიონების მაცხოვრებლებს საშუალება ჩვენი გადაცემები შეუფერხებლად მიიღონ. მაშასე ვაგრძელებთ ჩვენი წლის ბოლო გადაცემას. დედოფლისწყაროს სოფლების მაცხოვრებლებს მიკროავტობუსი მოემსახურება, რომელიც მოქალაქეთა წერილებს პერიოდულად გამგეობის შენობაში წაიღებს, რამდენიმე დღეში კი ადრესატებს თვითმმართველობის ორგანოდან გამოგზავნილ პასუხებს სახლში მიუტანს. ინიციატივა კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს ეკუთვნის. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ კოლაჟი. შევთანხმდით იმაზე, რომ ეხლა უახლოეს პერიოდში გვდიან სამარშრუტო მარშრუტას, სულ ახალ-ახალს და ვფიქრობ ესეთ რაღაცას, რომ მოშორებული სოფლები სადაც არის, ადგილზე გავუწიოთ სერვისი. სერვისი ასე განცხადებით ჩაბარება, კვირაში ერთხელ მაგალითად ჩავიდეს ეს მანქანა მოშორებულ სოფლებში, გაჩერდეს რამდენიმე საათით, მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდეს იმის, რომ განცხადება ჩააბაროს, წამოვიდეს ეს მარშრუტკა, ერთი კვირის მერე იქნება 10 დღის შემდეგ, ამ წინასწარ ვიცოდეთ ეს გრაფიკი დავალაგოთ, 10 დღის მერე იქნება ერთი კვირის მერე ჩავიდეს, პასუხი ჩაუტანოთ და ახალი განცხადებები წამოვიდეს. იმიტომ რომ მოშორებული სოფლებიდან მოსახლეობა საკმაოდ უჭირს ამოსვლა და დაზვა. ამიტომ ადგილზე მომსახურების ის უნდა დავნერგოთ. ჩვენი რაიონი არის საკმაოდ დიდი რაიონი ტერიტორიულად, ამიტომ მაქსიმალურად გავუადვილოთ ჩვენს მოქალაქეებს მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ოზაანსა და არბოშიკში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვადაგასული სურსათი ამოღებულია საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში და ასევე დედოფლისწყაროს სოფლებში, არბოშიკსა და ოზაანში.
მდმეწარმეების სოლომონ უსტიაშვილის, ნათია როსტომაშვილის, შოთა ბატიაშვილის, ვასილ ალუღიშვილისა და ლიანა მეხრიშვილის სასურსათო მაღაზიებიდან. სააგენტოს ცნობით, საქართველოს და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებში სასურსათო მაღაზიებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ლუდი, უალკოჰოლო სასმელი, ჩაი, ყავა, შესქელებული რძე, ორცხობილა, მათ შორის კრემიანი, მარგარინი, დაფქული წითელი წიწაკა, ძეხვი, ტომატ-პასტა და ზეთის ხილი. შეხვედრები, რაც რეგიონებში ვატარებთ, ძირითადად იმისთვის ტარდება, რომ ყველგან, სადაც მეცხვარეობა განვითარებულია საქართველოში, მაქსიმალურად შეძლოთ ყველას მეცხვარეების მონახულება, დალაპარაკება, ყველას ვის რა პრობლემა აქვს, იმის მონიშნა, რის შემდეგაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე შევქმნით რაღაც ისეთი მცირე დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც გავითვალისწინებთ ყველას გლობალურ და ლოკალურ პრობლემებს, ვის რა აქვს მეცხვარეობაში და იმის მიხედვით წარუდგენთ ამას უკვე მთავრობას, რომ მივიღოთ რაღაცა ერთობლივი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ჩვენ თუ მთავრობა თუ არ ჩაერია და რაღაც დახმარება თუ არ მოხდა ამ დარგის მიმართ, ამ შეხვედრებმა დაადასტურა, რომ ძალიან დიდი პრობლემებია, რომ ხალხს მთელი დღის განმავლობაში ტარდება ზოგან შეხვედრები და ვერ ამოგვიწურია ის პრობლემები და თემები, რაც აქვს მეცხვარეებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის გადასახადების პრობლემა, ეს არის გადასარეკი ტრასის პრობლემა, რომელიც ერთადაც სამუდამოდ ფიქრობ, რომ უნდა მოგვარდეს ქვეყანაში. და ასევე არის სხვადასხვა ლოკალური პრობლემები, რომლებიც ეხება მაგალითად იგივე ჯიშთა სელექციას, გაუმჯობესებას, ასევე ძალიან ბევრი პრობლემები დაგროვდა წინა მთავრობის მხრიდან ბევრს ჩამოერთვა მიწები. ორად დაუსაბუთებლად, რასაც ეს ხალხი ითხოვს ამის მოგვარებას, გადაწყვეტას, ბევრს მაგალითად ფულიც ქონა გადახდილი და მიწა უნდა ეყიდა, მაგრამ მე უცებ შემოიღეს ახალი დადგენილება, რომ აღარ უნდა გასხვისებული იყო მიწა, გაურკვევლობაშია ბევრი, ამიტომ საჭიროა, რომ ამ პრობლემებისთვის ამების მოსაგვარებლად შეიქმნას რაღაცა ჯგუფი, რომ იმ დონემდე ამისული იმდენი პრობლემაა, რომ სხვარი ვაფშე აღარ არის საკოლებლად, საერთოდ აღარ არის. და აი ესე სხვარი იმის გულიზე ყავს ყველა მეცხვარეს, რომ იცის რომ გაუჭიდეს რაღაცა ადგეს და გაყიდოს ფული აქვს მithom დადებული რომ შემოსავალი და ისა ოჯახებს ვეღარ ინახავენ ცხვით. და აზერბაიჯანი დაიკავებს ტერიტორიებს, რომ რისი საფრთხეა ამ კუთხით. რისი საქმეა და სხვარი თუ აღარ იქნება და ის ჩათვალე რომ სულ ყველა შემოსულია დღესაც და ხვალით სულ ყველა სულ გადამოწეულია მეცხვარე ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაზე. აი თუ ჩაჭუნაში ჩავიდეთ არიბანაში აგი იქით სამუხი ნახოთ რა ხდება. საახალწლო ელფერი დედოფლის წყაროსაც დაეტყო, შესაბამისადაა მორთული ქალაქის ქუჩები, უკვე აღმართულია 10 მეტრიანი ნაძვისხე, რომლის მონტაჟიც ბიუჯეტს 11,000 ლარამდე დაუჯდა. 30 დეკემბერს ქალაქ დედოფლის წყაროს ცენტრალურ მოედანზე ქართული ხმებისა და ქუჩის მუსიკოსების კონცერტი იგეგმება, რომელსაც გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს. კონცერტი ცენტრალურ ნაძვისხესთან 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასო იქნება, უფრო ცლად ჩვენი ვიდეოდან შეიტყოთ. დედოფლის წყაროს წლების განმავლობაში არ ქონდა ასეთი ლამაზი ნაძვისხე. ჩვენ განათებები იყო შეძლების დაგვარად ჩვენ შევეცადეთ რომ უფრო გაგოლამაზებინა და გაგომრავალფეროვნებინა დედოფლის წყარო. შევიძინეთ ლამაზი სანათები, ნაძვისხე არის 10 მეტრიანი, ლამაზი, საინტერესო. ადგილით სათანადო მოვიძებნეთ დედოფლის წყაროს ცენტრალურ მოედანზე. აქვე გაიმართება საახალწლო გალაღონიზება, რომელიც დასრულდება დიდი ფეიერვერკით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ბედნიერებას უსურვებ როგორც დედოფლის წყაროელებს, ასევე მთელ საქართველოს. 30-ში საღამოს 6-ის ნახევარზე კიდევ ერთხელ ეპატიჟებით, რომელიც დასრულდება დიდი ფეიერვერკით. ამ კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით და ქართული ხმები. მოგწანდით.
ძალიან კარგი ფაქტი არის და ძალიან მომწონს. საერთოდ მე საბავშვო ბაღში ვიმუშავე 21 წელი და ამ ზეიმებთან და ასეთი სიტუაციებთან ახლოს ავარ და ძალიან მომწონს. შაშანდილთან შედარებით უკეთესი არის, წეღარო გამოვიარე. ხალხმრავლობა იყო, ბავშვები და ძალიან დიდი სიხარული იყო წინა საახალწლოდ. მადლობა აი ამის მომფიქრებელს და გამკეთებელს. მადლობა უფალს. ყველაფერი ბედნიერად და კარგად დამთავრდეს ამ წელიწადში და ბედნიერია ახალი წელი დაუდგეს ქვეყანას და აი ამ ჩვენ ნაძვის დღესაც რა თქმა უნდა მიულოცავ ყველას ჩვენს რაიონს ისედაც ძალიან დიდი სიხარული აქვს ამ არჩევნების მერე ძალიან დიდი სიამაყე დაგვიბრუნდა ძალიან დიდი იმედი დაგვიბრუნდა და მადლობა აი ამისთვის უფალს და ძალიან უსურვებ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ჩემს რაიონს რომ კიდევ და კიდევ ბედნიერი ახალი წლები დაუდგეთ. მე მომწონს და რა ვიცი, რაიონსაც მოსწონს ზოგადად გამოვაცოცხლა ეს ადგილი და ეს ლამაზია და მომწონს. სხვა დროს იყო ხოლმე ასე? სხვა დროს იყო, სხვა ვარიანტში იყო, მაგრამ რაღაცა ეფექტურია ეს უფრო. მე ძალიან მომწონს ეს ნაძვის დღე და კიდევ უფრო დიდია მე ძალიან მომწონს. სხვა დროს ყოფილა? სხვასაც ძალიან მომწონს. სხვა დროს შედარებით პატარა ნაძვის დღე. ეხლა უფრო დიდია, მორთულია, ლამაზია და რაიონში. ძალიან კმაყოფილება ძალიან ლამაზია აქაობა. სხვა დროსაც ხდებოდა ხოლმე. ჩვენ ეს პირველი წელია რაც აქეთ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი მეუღლისგან ვიცი რომ წელს განსაკუთრებულად ლამაზია აქაობა. თქვენ მოგწონთ პირადად ეს ნაი? კი, მომწონს. თავი ბავშვებს მოსწონს. ეხლა წინა წლებს ვერ გეტყვით, მაგრამ შაშანდილთან შედარებით უკეთესი რო არის ეს ნამდვილად ვიცი. მისასალმებელი ამხრივ რომ იგრძნობა რაიონში რომ ახალი წელი მოწმდება. ყველა ბედნიერია, როდესაც ხედავს ასეთ გალამაზებულ რაიონს. და ქუჩაში შეხვედრას გეგმავთ ახალ წელს? არა. რატომ? სიტუაციიდან გამომდინარე. ძალიან მომწონს ჩვენი რაიონის რადგან ლამაზია, შესანიშნავია და ანუ რაც წინაზე იყო იმებს ჯობია და ძალიან ლამაზია და როცა კონცერტი იქნება მოვალ ძალიან მომწონს. რას ისურვებდი სამომავლოდ კიდევ? რა ვიცი, უფრო ლამაზი და კარგი იყო. წინა ნაძვის დღეს ჯობია რა თქმა უნდა. დაბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ დედოფლის წყაროს საათს. ახლა კი ვიდრე წლის ვიდეო კურიოზებს შემოგთავაზებდეთ. დედოფლის წყაროს საათის ეს სეზონი შევაჯამოთ. ჩვენი გადაცემა ეთერში მე-18-ად გადის 4 თვის მანძილზე. დედოფლის წყაროს საათის სტუდია 43 სტუმარს მასპინძლობდა. მომზადდა 100-მდე ვიდეო რეპორტაჟი, მათ შორის რაიონულ ცენტრს მოწყვეტილი და ყველასგან მივიწყებული სოფლებიდან. აქტიურად ცდილობდით თქვენთვის გაგვეცნო ყველა ის საინტერესო ადამიანი, რომელიც ამ რაიონში ცხოვრობს და მოღვაწეობს. არაერთ მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხს შევეხეთ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადაცემები თქვენთვის საინტერესო იყო, ამაზე მეტყველებს სატელეფონო ზარები, გამოხმაურებები თუ წერილები. მომავალი სეზონიდან ჩვენი გადაცემა გაასმაგებული ენერგიით, კვლავაც ეცდება საინტერესო თემები და სიუჟეტები მოგიმზადოთ. მანამდე შეგვიძლია გადავავლოთ თვალი და ერთად ვნახოთ, როგორი იყო 2013 წელი დედოფლის წყაროსთვის, რა მნიშვნელოვანი ფაქტები მოხდა გასული წლის განმავლობაში დედოფლის წყაროში. იწყო გასული წელი დედოფლის წყაროში. იანვრის დასაწყისში დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოქეთში, სოფელ სამრეკლოს სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის მოწყარს მამა გაბრიელ ბენიაიძეს სხეულის დაზიანებები მაშინ მიაყენეს, როცა სასულიერო პირი ჩხუბის დროს მამაკაცების გაშველებას ცდილობდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამა გაბრიელი კატასტროფის ცენტრმა დედოფლის წყაროდან თბილისში გადაიყვანა. მოწყარს რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი გადარჩენა მოხერხდა. დედოფლის წყაროს პოლიციის სამმართველო მამა გაბრიელის სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე სოფელ არხილოსკალოს მკვიდრი 59 წლის გიორგი დავითური დააგავა. ეჭვმიტანილი დაკავების მომენტში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ღამის 11 საათზე მანქანის დამუხრუჭების ხმა იყო. და გადმოაგდეს თუ გადმოვარდა არ ვიცი ის კარგად სისხლიანი მამაკაცი. ანაფორა ეგდო დაბლა. და ისა გაიქცა ეს დაჭრილი და მეზობელთან შევიდა. მიშველი
კუდები სისხლი გაზდიოდა თან აი ყვალს ხო ხედავთ არა რომ მისდევს ყვალ და წაიყვანა იმან წაიყვანა საბადმყოფოში მეტი არაფერი არ ვიცით მე რა მოხდა როგორ გადარჩა თუ რა ქნა არ ვიცით მეტი არაფერი ჩვენ არ ვიყავი მესახში მინდორში ვიყავ მე წასული რო ამოვიდე ღამის 12 საათზე გავიდა წაყვანი ხავდათ უკვე თბილისში რა მიზეზი 4 ხანა ყოფილა დაჭრილი მკლავში და ყელში და ვინ არის ეს ვის დაჭრა რა იცით თქვენ ამის შესახებ არა ნაჩხარი არის მკვლელობაზე არის ნაჯდომი იქნებ მანამდე თუ იყო რაიმე არაფერი კომპლექტი მაგათში არაფერი პირიქით აი როგორც ისე უფროსი 59 წლისა განაპატარა გასო ჩემი შვილია ეს 79-ია მიზეზის შესახებ არაფერი იცით რატომ მოხდა ეს არაფერი რა მოხდა არ ვიცი არაფერი არ ვიცი შემთხვევით ჩავიდა იქ ვინმემ დაპატიჟა არ ვიცი ნუ ეს პიროვნება მოხდა იქ და არ ვიცი იქიდან მოდიოდნენ ზემოქეთში გადავიდნენ ისე უბრალოდ ალბათ არ ვიცი რა საქმეზე და იქიდან რომ მოდიოდნენ შემთხვევით წალაპარაკება იყო პატარა რაღაც როგორც ვიცი და ვის თავის შორის იყო შელაპარაკება მამაოს და იმ პიროვნებას შორის ხა ის ეკლესიაში დადის არაერთ შეკითხვას და არჩევას იღებდა ხოლმე მამაოსგან და არ ვიცი რა ესე უცებ რა მოხდა დაჭრა ორივე და შელაპარაკება თქვენი ინფორმაციით მანქანაში მოხდა მანამდე წინ ამ ფაქტს არაფერი უწევდა არაფერი დაპირისპირება არ ყოფილა ამათ შორის არაფერი რომ ყოფილიყო ესენი ერთად არ იქნებოდნენ ახლა ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის მეგობრულად ესე იყვნენ ერთად და არ ვიცი არაფერი რა აი რის გამო რატომ მოხდა ეს რაღაც არ ვიცი დანამდვილებით დაპირისპირება იყო ამათ შორის არა არავით არის დაპირისპირება არ იყო რამდენი ხანია რა თქვენი მეუღლე ციხიდან გამოვიდა 4 წელი ხდება რა რაც გამოვიდა კი რაც გამოვიდა და მანამდე რისთვის იყო დაკავებული მაშინ ისე იმათ იყო რა ტყულა რა რაღაც ყაჩაღობა დააბრალეს და ისე და როდის დააკავეს ეხლა ხო მოხდარიდან რამდენში მე იმ ღამით დააკავეს მიელიჩი გუშინ წინ საღამოთში მას დააკავეს მაშინა მე როგორც გავიგე სხვებისგან ისე არ ვიცი ისთვის და რატო არ ვიცი გასულ წელს დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი ივანე ზურაბაშვილი გიორგი ბუბუნაურმა შეცვალა. 7 თებერვალს დედოფლისწყაროს საავადმყოფოში 5 თვის ჩვილი გარდაიცვალა. მთავარი ექიმი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, რომ ახალშობილი კლინიკაში მიყვანიდან 3 წუთში გარდაიცვალა. მედიკოსების განმარტებით ახალშობილი ასაკთან შედარებით განვითარებასაც ჩამორჩა. ბავშვი ჩვენთან შემოსვლიდან 3 წუთში გარდაიცვალა და ჩვენთან შემოვიდა და 3 წუთში დაფიქსირდა სიკვდილი და შეგვიძლია სასწრაფოზე დარეკოთ და გაარკვევს. 3 წუთში შეიძლება დიაგნოზი დაისვა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი ილია ნატროშულზე უფლებამოსილების გადამეტების, თაღლითობის და ქურდობის ბრალდებით ძებნა 2013 წლის თებერვლიდან გამოცხადდა. სისხლის სამართლის საქმე 177, 333 და 180 მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა. თელავის რაიონულ სასამართლოში დედოფლისწყაროს სიღნაღის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ილია ნატროშვილის საქმის არსებითი განხილვა იმართა. ბრალდებულის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა სხდომაზე მითი დაცვის ქვეშ მყოფი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით და აღმკვეთი ღონისძიების გირაოთის შეცვლის შესახებ იშუამდგომლა. სასამართლომ ადვოკატის მხოლოდ მეორე შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან 10,000-იანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ილია ნატროშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 2013 წლის 8 იანვარს აღიძრა. ის პოლიციამ 2 მარტს დააკავა დედოფლისწყაროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს გამოძიება 3 ეპიზოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კოალიცია ქართული ოცნების ბანერების მოპარვაზე, მოქალაქეების წარქეზებასა და თაღლითობაში ედება. აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ვითხოვდით, რაც სასამართლომ ობიექტურობიდან გამომდინარე დააკმაყოფილა და განათავისუფლა სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ. გათავისუფლების შემდეგ კუდის თანამშრომელმა ღია წერილი გაავრცელა
სადაც ილია ნატროშვილი, თამაზაშვილის და ღარიბაშვილის ოჯახებს ბოდიშს უხდის. ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში მე ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდი. ამ სტრუქტურას თავისი შინაგანი წესი და პრინციპები აქვს, ასევე დაწერილი და დაუწერილი კანონები. თუ როგორ უნდა იმოქმედოს მისმა მუშაკმა, მეც ამ სისტემის მსხვერპლი აღმოჩნდი და ბევრჯერ მომიწია ჩემი სურვილის საწინააღმდეგო წასვლა. ზურაბ ადაიშვილი პირადად იძლეოდა ინსტრუქციებს თუ როგორ უნდა იმოქმედა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. წინა საარჩევნო პერიოდში ჩემზე განსაკუთრებით დიდი ზეწოლა იყო, რადგან დედოფლის წყაროელი ვიყავი. არავის სჯეროდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ წავიდოდი, ამიტომ ხშირად მიბარებდნენ ზედა ინსტანციებში და სხვადასხვა სახის დავალებებს მაძლევდნენ. ამის გამო დღემდე მქენჯნის, სინდისი და სიძულვილი მამოძრავებს ქვეყნის პრეზიდენტის ვანო მერაბიშვილის, ლალიაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, ვინც ამ სისტემის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა და ჩაგვადენეს ის ცოდვები, რომლებიც რამდენად მოგვეტევება ჯერ არ ვიცით. ჩემი სურვილის წინააღმდეგ მომიწია წასვლა წინა საარჩევნო პერიოდის დროსაც, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ღიად ებრძოდა ქართულ ოცნებას. მინდა ამ წერილის საშუალებით მოვინანიო ის ცოდვა, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ჩამიდენია, განსაკუთრებით ეს ეხება ბატონ თამაზ თამაზაშვილს. მინდა მას და მთელ მის ოჯახს საჯაროდ მოუხადო ბოდიში იმ ტკივილისთვის, რაც მათ წინა საარჩევნო პერიოდში დაუმსახურებლად გადაიტანეს. ნათქვამია ილია ნატროშვილის მიმართვაში. 7 მაისის უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში. თხევადი აირის ავზის აფეთქებას 40 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა სოსო ბილონაშვილი გაზის ანთებას ცდილობდა. სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ დაკარგული მესაზღვრის ცხედარს მიაგნეს. მაშველებმა გვამი 17 საათისთვის იპოვეს. სასაზღვრო პოლიციის დედოფლის წყაროს სამმართველოს მე-7 სექტორის თანამშრომელი 30 წლის ალეკო მინდიაშვილი 23 აპრილს საღამოს გაუჩინარდა. შეჯერობით მიზეზები უცნობია, იმყოფებოდა თავისუფალ დროს ალაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს განხორციელდა გვამის სამზებრო ღონისძიებები, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფები, ასევე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტი და აზერბაიჯანის ჩვენი მოძმე რესპუბლიკის მესაზღვრეები, რომლებიც გვეხმარებოდნენ საპირისპირო მხრიდან. შემთხვევა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში აზერბაიჯანის საქართველოს საზღვართან მოხდა. მესაზღვრის ცხედარი გვიან ღამით გურჯაანის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადმოასვენეს. თუ რა გახდა მესაზღვრის დაღუპვის მიზეზი, ამასთან დაკავშირებით გამოძიებას დედოფლის წყაროს პოლიცია აწარმოებს. დედოფლის წყაროს პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1991 წელს დაბადებული მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ მთხორნაბუდში დააკავეს. პირადი ჩხრეკიზას დიდი ოდენობით ნედლი მცენარეული მასა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია ოპიუმის შემცველი 2 კილო და 374 გრამი დამაძინებელი ყაყაჩო. ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ საჭმიდანელი დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. აგვისტოში ეკლესიის ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა დედოფლის წყაროში. სოფელ სამრეკლოს სერაფიმეს სახელობის ეკლესიის შესაწირი 5-დან 55 ლარი გვიან ღამით მოიპარეს. ფაქტზე დაკავებულია შვიდჩვილიანი ხელმოკლე ოჯახის წევრი, მათ საკუთარი სახლი არ აქვთ და სოფლის საბანოს შენობას აფარებენ თავს. დაკავებულმა მოპარული თანხით პური და ძეხვი შეიძინა, დანარჩენი თანხა კი არ დაუხარჯავს. მოგვიანებით ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიამ, რომელიც საქმეში დაზარალებულად ცნეს, სამართალდამცველებს დაკავებულის გათავისუფლება და სულიერი აღზრდისთვის მისი ეკლესიისთვის გადაცემა მოითხოვეს, თუმცა სიღნაღის პროკურატურა მიიჩნევს, რომ დაკავებულის ოჯახი შეღავათებს არ საჭიროებს. სამჯერ ვიყავი, რა ვიცი, პრობაციაში ზუსტად სამჯერ ვიყავი. შეიძლება მე ჯერაც ვიყავი, არ ვიცი, ისე ვარ განერულებული და დაბნეული, რომ არ ვიცი, რა ვიცი. მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს, რამდენჯერ ბავშვებს გულისათვის მივედი, ვის აღარ ვთხოვეთ, რომ მაიტა იქნება დააწყებინოთ მუშაობა, მე თქვი, რომ გვიჭირს თავისი ფული რო ექნება, მე თქვი აღარაფერს აღარ დააშავებდა, მართლაც არაფერ დააშავებდა, სამუშაო რო იქონოდა ბავშვსა. როცა შედგა დაზარალებულა ცნობისა, იქ ალბათ იწერება თქვა რა პრეტენზიები გაქვთ, რა გინდათ რომ გაკეთოს და ეპარქიამ გამოთქვა სურვილი ესეთი თავისი, რომ არ პრეტენზიები არ გააჩნია, არ არის მაინდა-მაინც მონდომებული ეს ადამიანი იყოს ციხეში, პირიქით სურვილი გააჩნია, რომ თქვა უფრო ქრისტიანული სათნოებით იცხოვროს და თქვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, ჩაეწეროს აქტიურში და კეთილსაქმეთა კეთებაში, ასე ვთქვათ. დაბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ დედოფლის წყაროს საათს და აი საკმაოდ მძიმე ფაქტების შემდეგ ჩვენს ეთერში დადგა დრო ვნახოთ კადრები, რომელსაც მთელი წელი ვაგროვებთ და ეთერში მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება და
ჩვენ ორ ნაწილად გვაქვს კურიოზები გაყოფილი, შეგვიძლია ვნახოთ კურიოზების პირველი ნაწილი დედოფლის წყაროდან. რა ქონი შენა რა? სახათრო კურიოზებში გამჭითაო. სახათრო კურიოზებში გამჭითაო. სხვაშორის კარგები მოვაგროვე რა. ისა და შესაბამისად საერთაშორისო ურთიერთობებში დედოფლის წყარო უკვე ფაქტორად ძალიან ჩაერთო იმ კუთხით რომ კაცი მიდი ამოჭრი რაც არ ამოჭრი შენი ამბავი ყოველთვის არა ახლა მე რაც მოიცა ამოჭრი სტოპ გადა მოვისმინე რაც გითხარი ხო გასაგებია ახლა ახლა ამ შურო პოლიტიკურ შეხედულებას ამოშორდება ჩვენ ფრაქციიდან გავიდნენ თქვენი ფრაქცია რომელი არის? ხორნაბუჯიდან გავიდნენ და შევიდნენ ფრაქცია დედოფლის წყაროს. და ხორნაბუჯში ხორნაბუჯში აი გავიარო ყველა საკითხი და მე მაგალითად ხორნაბუჯში მინიმუმ 3 კაცი მინიმუმ 3 ახლა მე შექმნა შემიძლია თქვენ არ 3 კაცი უძლიათ მინიმუმ 3 ერთმა რო შექმნას არა 3 მეორე საკითხი დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის გაუქმების ცნობა მიღების შესახებ. განკარგულების პროექტს გაგაცნო დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის გაუქმების ცნობა მიღების შესახებ. მადიმედი კიდე ეხლა ისე არ გადამიხარო კანის ექიმივით ყველა მიყოლ. არა, აი აქამდე ჩახა. 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ძირითადად ორიენტირებულია სოციალურ პროგრამებზე. 2014 წლის სტრატეგია მომძანთ. ხელახლა ხარ ჩაწევდი. 2014 წლის ბიუჯეტი იქნება გაცილებით მოქნილი ვიდრე მიმდინარე წლის. არ მეხერხება ლაპარაკი ერთხელ. ერთხელ მისავქენი მივქარდა. მაყოფილი ხარ თუ არა კულტურისა და სპორტის ცენტრის მუშაობით. დაიცა მოვიფიქრო მაინც კაცი. ესწრები თუ არა ღონისძიებები. პედაგოგი. რატომ იღაც? სოფელ გამარჯვების. რატომ იღაც რაც? წადი. კი. რა ამბავი გაქვს? რატომ იღაც რაც? ქაბატონია. ზოგადად მითხარით ანუ მოდი არ გინდა არც ეს ხმა ისე გაგესაუბრებით და რა უცნაურად როგორც არა ოფიციალურად ჩათვალეთ. აქ ვერ გაიმდუნა კალოშებით დავდიოდით სულ. ეხლა კიდე გვიხარია მშვენივრად რავი. ეხსაც მე ეხლა მაინც ჩავიცმებთ. იმის შესახებ რო გითხრათ ფოტო არა ვიდეო ინტერვიუ არის აი უნდა ვილაპარაკო ხო როგორი საღამო იყო შტაბ-ბეჭდილებებზე რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას ზუსტად არა და მე გადა რომელ რიცხვში იყო ირაკლი მომწია საერთოდ როგორ აფასებთ კულტურის მუშაობას რაიონში გამოцоცხლება ეთქობა ეხლა მოიდი რა სტაგერები დღევანდელი პროექტი დღევანდელი პროექტი ემსახურება ბავშვების გაცნობას დაახლოებას ანუ აქ ნაცნობი ერთად იყრიან უცხო ბავშვების და ნაცნობი ბავშვების და მათ დამეგობრებას და ჯანმრთელობის ეხოთი ვიღელა რა რამდენად მოყოლილი ხართ ამ პროექტს რას ემსახურება დღევანდელი პროექტი თუ ესრებ კულტურულ ღონისძიებებს ამ ბოლო დროს სადა ტელევიზორში აქ რაიონში არა ყველაფერი აღორძინდა აი რაც ეს მთავრობა მოვიდა ყველაფერი აღორძინდა და ერთი თვედახევრის მემრე უფრო კარგ აღორძინდა არჩევნების მერე იქნება ყველაფერი კარგად
აი ეში. სურთ რომ ამ რაიონში უფრო მეტი და მეტი უკეთესი ვასტი ღონისძიებები ვიხილოთ. თუ გინდა უსწავლოთ. აი რას გეგმა პირველ ნაბიჯი? ჩვენი პირველი ღონისძიება იქნება. ჩვენი პირველი ხო. ჩვენი პირველი ღონისძიება სწორედ დღესაც უკვე დავგეგმეთ. შემდეგ აქ მივიღეთ პროექტის წერაში აუ შენი დედაც. აუ რა იყო მე რა ვიცი. კაცრავად. რატომია? მაშასე დაბრუნდით ეთერში, ასეთ იყო ჩვენს მიერ მომზადებული კურიოზების პირველი ნაწილი, თუმცა კვლავ გვრჩება მეორე ნაწილი, რომელსაც ოდნა მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ჩვენ ნახეთ დედოფლისწყაროში მიმდინარე მოვლენების ტრაგიკული ამბების კოლაჟი, ახლა ვნახოთ რა დადებითი ტენდენციები და რა დადებითი მოვლენები მოხდა გასულ წელს. კოლაჟიდან შევიტყოთ და შემდეგ დავუბრუნდებით კურიოზების შემდეგ ნაწილს, ასე რომ ჯერ მნიშვნელოვანი ფაქტებს ვიდრე ვნახავთ, მანამდე მინდა თქვა, რომ იმედია არ გაგვინაწყენდებიან ჩვენი ის რესპონდენტები, რომელთა კურიოზებით ჩვენ სულ ახლახანს ვიხილეთ ეთერში, საახალწლო განწყობის შემოტანა გვინდოდა, მაშასე მნიშვნელოვანი ფაქტები ვნახოთ. დედოფლისწყარო პირველი მუნიციპალიტეტი იყო, სადაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა. იმჟამინდელი გამგებლის ირაკლი შიოლაშვილის ინიციატივით ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ამავე წელს მოხერხდა დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში საბავშვო ბაღების მასშტაბური რეაბილიტაცია. 2013 წლის მარტში დიდი ძალისხმევის შემდეგ დედოფლისწყარომ ნიკო ფიროსმანის ორიგინალები დაიბრუნა. გაძლიერებული დაცვის თანხლებით 3 ნამუშევარი სიღნაღიდან კვლავაც დედოფლისწყაროში, სოფელ მირზაანში მდებარე ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში გადაიტანეთ. იმავე დღეს ორიგინალები თავისავე ადგილებზე გამოფინეს. ექსპონატები სხვა ქალაქში გადატანის ოქმი არ არსებობს. დედოფლისწყაროს ქორეოგრაფიულ ანსამბლს შირაქს ორგანიზატორთა გადაწყვეტილების სანიმუშო საბავშვო სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. ძალიან მადლობელი ვარ და ძალიან ბედნიერი რომ აი ესე გადავსებულ დარბაზს ხედავ და ახალგაზრდობა. კედების ზონამ ფოლკლორის საღამოს უმანსპინძლა ზემოქედის კულტურის სახლის სცენა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ განაცდა და ფერადი ნატურებით გაფორმდა, სადაც ქართული ხალხური პოეზიის საღამო ლექსო ამოგდგო მოხერო გაიმართა. მასშტაბური ღონისძიება კედელი მოლექციების ხსოვნას მიეძღვნა. ცნობილია, რომ ეს სოფლები შემოქმედებითი ადამიანების სიმრავლით გამოირჩევა. დღეს ნამდვილად ძალიან სერიოზული ზეიმი ამ რეგიონში მე ვიტყოდი, კონკრეტულად ამ სოფელში, რომელიც ესე ვულკანურად დასახლებულია, მართლაც ბრწყინვალე მელექსებით. მე ვიტყოდი, რომ ერთი სახელიც ეყოფოდა ქედებს და ორი სახელიც არხილოს გაოდან, თუნდაც იოსებ ბაიაშვილის და ივანე ციკლაურის სახელით, იმ ორი სახელით, თუნდაც რომლითაც სამუდმოდ სამახსოვრო გახდა 79 წლის 14 აპრილს ჩატარებული პირველი გრანდიოზული ხალხური პოეზიის საღამო და მე გილოცავთ ამ მართლაც ქართული სიტყვის საზეიმო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დამთხევა ეს დღეები სულ ჩვენ ენას ეხება, მის დაცვას, მის სიყვარულს, მის გაფრთხილებას და ამაზე დიდ ღონისძიებას ქართველი ვერაფრით ვერ ჩაატარებდა და მე ულოცავ ქედებსაც კონკრეტულად ამ სოფელს, რომ ესეთი გულიანი და უსაყვარლესი ხალხი ცხოვრობს, რომელმაც იცის თავისი დედაენის, თავისი კილოკავის, თავისი ყველა ბგერის ფასი. ერთ-ერთი ჭურჭლის ეს ფრაგმენტი ჩანს ჭრილში, ამსაუბრად გზელდება კიდევ. ხოიც საკმაოდ. ხედავთ ერთ სამ ჭურჭელს, განსხვავებულად. საუბრობთ პირველი საუკუნე ჩვენ წარსულს გამოსახლავს. საერთოდ დანიშნულებას ჭურჭელს. სამკუჩა დოქი. პირველი საუკუნე და საუბრობთ ჯამ. პირველი. ხედავთ ეს ადამიანის ჭრილს.
ქვემოქედი არხილოს კალოს 8 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი არქეოლოგებისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობისას სანიაღრო წყალგამტარების მონტაჟის დროს მიწის საფარის ქვეშ უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს და ადამიანის ძვლებს მიაკვლიეს. დილის საათებში მიმდინარეობდა მუშაობა ქვემოქედის საავტომობილო გზაზე, რადგანაც მუშების მიერ აღმოჩენილი იქნა სამარხი. შეტყობინება შემოვიდა დაახლოებით დილის 11 საათზე გამგეობაში. ოპერატიულად მოხდა დაკავშირება კულტურის სამინისტროსთან და ფაქტურად უკვე შუა დღისას ექსპერტები ჩამოვიდნენ ქვემოქედში. ხედავთ, რომ მიმდინარეობს გარკვეული ნივთების მოძიება, აღმოჩენილი არის 5 თუ 6 ციხის ნამუშევარი, რომელიც თარიღდება ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით კიდევ 100 წლის უკან, დაახლოებით 2100 წლის არის ეს თავისი ძვლით. ვფიქრობ, რომ ეს დედოფლისწყაროს მუზეუმისთვის იქნება ერთ-ერთი შესანიშნავი ექსპონატები, ეს ნამუშევრები დამუშავდება აღნიშნული ტერიტორია და ჭრილში გამოჩნდა ორი სამარხი. ერთ მხარეს არის აი აქ ადამიანის ძვლები ჩანს და კიდე რამდენიმე თიხის რამდენიმე ჭურჭელი, მეორე მხარეს ქვევრი ჩანს. სხვათა შორის ეს ამ პერიოდში ქვევრებსაც აყოლებდა ხოლმე სამარხში. ქვევრსაც აყოლებდა. ძველი მეღვინეები იყვნენ, როგორცაც ჩანს. და ჭურჭელი, სწორედ საღვინე ჭურჭლები არის ჩატანებული სამარხში. თარიღდება ეს ქრისტეს შობამდე პირველი საუკუნით, ესე იგი 2050-2100 წლის წინანდელი საფლავია სამარხია და ერთწოდებული ალაზნის ველის კულტურას ეძახიან, ან იქ აზერბაიჯანშიც გრძელდება, იქ იალოეულ ტრაფას ქვია. დედოფლისწყაროს რაიონი მთლიანად არის ის ტერიტორია, სადაც ეს კულტურა შემოვიდა პირველ საუკუნეში ქრისტეს შობამდე. გაჩნდა ეს და გრძელდება ეს დაახლოებით იესო ქრისტეს დაბადებამდე ხანა და მე რეკრება ხდება. ექვსმაის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ირაკლი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს ეწია. ის საღვთო ლიტურგიას მეუღლესთან ერთად დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაესწრო. ივნისის თვეში ირაკლი შიოლაშვილი კახეთის მუნიციპალიტეტის გამგებლებთან ერთად პოლონეთში 5-დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის საინვესტიციო ხასიათს ატარებდა და კახეთის განვითარების ფონდმა დააფინანსა. ქალაქ ზეშოვოში კახეთიდან ჩასული გამგებლები ოფიციალურ პირებს, ქალაქის მმართველებს და ბიზნესმენებს შეხვდნენ. 15 ივნისს დედოფლისწყაროს გამგებელი და ამჟამად კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა მის ყოფილ თანამშრომელზე თამარ შაფათავაზე იქორწინა. შაფათავა ფინანსთა სამინისტროში მუშაობის დროს შიოლაშვილის თანამშრომელი იყო. დაბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ დედოფლისწყაროს საათის წლის ბოლო გამოშვებას. მაყურებელს შეუძლია დარეკოს და ჩაერთოს ჩვენს საახალწლო გადაცემაში, ჩვენს საახალწლო განწყობაში. ტელეფონის ნომერია 0322388105, ასევე შეგიძლიათ Skype-ით დაგვიკავშირდეთ მისამართზე ობიექტივი 2. მაშასე კიდევ ერთი კურიოზების მეორე ნაწილი დაგვრჩა სანახავი. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ ეს კურიოზებიც. რაც ჩემი აზრით არის დარღვევა, ყოველგვარი დარღვევა არის ალბათ ადამიანურ უფლებებს რო თავი დავანებოთ, ზოგადად ქვეყნის პრესტიჟს ეხება, ჩემი აზრით არ ვიცი. სახელმწიფო ნაციონალურ კონგრესს მხოლოდ და მხოლოდ ფულად თანამოწმება განხილვა პროექტში მონაწილე ნებისმიერი კომპანიის მხრიდან. ეს არის პირდაპირ გითხრათ ერთადერთი ასე ვთქვათ არახელსა ბიუჯეტის განხილვას უსმოთ ალბათ ძირითადად მოდანი მუშაობის პროცესში რო ვიყავი მეტყობა ალბათ რა აქცია არის დღეს დღევანდელი აქცია ეძღვნება ანუ ეს არის სოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებული აქცია, რომელიც იმართება ყოველ წელიწადს სექტემბრის თვეში და წელს მოუწია 20-21 და 22 სექტემბერი. რა ვიცი, აქციამ ჩაიარა ძალიან დადებითად, ძალიან აქტიურად
ესე იგი ყველანაირი აბსოლუტურად როგორ თქვა რაიდო ვარგოდა დღევანდელ დღეზე როგორ ჩაიარა კარგი და ქართული ხმები ოპცანდიც რომ დიდ ფორმატზე მაინც ამიჩვენება როგორ თქვა მაგაგაჩიკაცი მოჭერი გავსაცდე აბა ის როგორ არის ის წინა ვითანამშრომლებთ ესეთ ცნობილ კინოთეატრებთან როგორც არის ამირანი რუსთაველი კინო და ესე ნაყინო ხოვდი, აი ზუნა მეთქვა უმუშევართა კომპენსაციაზე. ჩვენ როგორ შეაფასეთ ბიუჯეტს? ილია. გაჩერდი მე არაფერს არ ვარ. მაგას ვარ გაგიშვი. რომელიც ამადამანად ხუდმას უფროსია ესე კა ხლიშაო ის ხოდი დაიც ეს მათმევილი აი უნდა მიშლი ისა ზოგადად თქვენ ჩაერთეთ ფილო რაღაცაში რომ ისე გადავიდეთ ითამაშე მუქი რა უნდა აი ვორდი ვიტამაშე წაეში ვიზგებო ეს დამნაშავეა? სად არის დამნაშავე? ეხლა ყველაზე კარგად რომელიც აღნიშნავს. საუკეთესო რომელიც რით განსაზღვროთ ის რომ დამნაშავე და წაეში ბავშვი რით განსაზღვროთ ეს წაეში ვიზგება რომ დამნაშავეა? რატოა დამნაშავე? რა დააშავა? რაცა? აი ესე ხოდგევა. განსახურება დღევანდელი პროექტი. დღევანდელი დღე ემსახურება ბავშვთა ამ განვითარებას ამ სპორტის მხრივ ბავშვთა ესე იგი ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას რათა ესე იგი ეს ბავშვები ჩადნენ იმ კალაპოტში რომ მიიზიდონ ამ სპორტმა ფეხბურთისაგან ძირითადად და რა თქმა უნდა საერთოდ სპორტული განვითარებისათვის რამდენად კმაყოფილები არიან ბავშვები? ბავშვები უკვე გათვითცნობიერდნენ ძალიან დიდად არიან კმაყოფილები ხანდიდან მე მგონი უფრო მეტად ჩაერთვებიან უფრო მეტად იქნებიან კმაყოფილები კარგი შენც მიდიხარ შენ მაგარია მე წამიყვანეთ წვენავი მოუწევთ როხებს ის პრობლემაა კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომელთა პროფესიონალის ეხლა მაგ კულტურისა და იმის ანუ ესე დავიწყოთ რომ აი როგორ მოხდა ამ ბაღის გახსნა შენობა შეგვიწინეს გაგვირემონტეს გავხსენეთ დღეს ყავს 28 ბავშვი ავიცი რავია მეტრაკით რამდენი პედაგოგი დასაქმდა აი ადგილ პედაგოგი ყავს ერთი კადრების დასაქმების მხრივად შეუწყო ხელი ამან და სოფელი გამოცოცხლდებაო ან რაღაც ესეთი რო თქვა კადრების დასაქმების მხრივად შეუწყო ხელი და რავი სოფელი გამოცოცხლდება ალბათ ხო და ეხლა რა შეიცვლება ძალიან ცუდი პროგრამა იყო რომ ბაღი დღემდე არ იყო არ ქონდა პროგრამა რა თავიდან ცუდი იყო რომ არ იყო არ იყო თავიდან ცუდი იყო რომ ბაღი არ იყო დღემდე დღეს გაიხსნა პირველად ძალიან სასიამოვნოა მშობლების წინააღმდეგ ბავშვების წინ სოფლის წინ რომ რაღაცა შემატება მოხდა სოფელში ესეც კურიოზების მეორე ნაწილი კიდევ ერთხელ ბოდის გიხდით რესპონდენტებს იმის გამო რომ საახალწლო განწყობისთვის კურიოზები გამოვიყენეთ თუმცა დამეთანხმებით გვეპატიება საახალწლო განწყობა მაშასე დედოფლისწყაროს ახალგაზრდულმა თეატრმა ბერიკონმა კიდევ ერთი ვაჟა-ფშაველას სტუმარ ვასპინძელი წარმოადგინა ვნახოთ ბოლო სიუჟეტი
ეთნიკის ნარჩევის განმევა შენ როგორ უნდა გაკეთო? ოკეი, დავხდე და ან ვიდეოს გულისთვის ისე ხარობდი რა. აი ცილო შემისაკეთე. ეგ გაწაოცერა. პრემიერა უკეთესი იყო მე მგონი, მაგრამ დღევანდელი დღეც ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ბავშვები მეტნაკლებად უკვე სცენას მიეჩვევდნენ და თუ გავითვალისწინებთ, რომ აუდიტორია მაინც და მაინც ისეთი არ იყო, როგორცაც ყოველთვის ველოდებით და რა ვიცი, მაგრამ მე მგონი მთლიანობაში ცუდი არ იყო. ველოდებით კიდე რაღაცეებს, სიახლეებს ველოდებით. გვინდა რომ უფრო დავხვეწოთ, უფრო განვავითაროთ, უფრო კარგი გამოვიდეთ. უბრალოდ აუდიტორია თეატრში მოქცევის წესებს უნდა მივაჩვიოთ, ჩვენ იდეა ფიქსი ეგ არის. გასვლითი სპექტაკლი ქონდა ქედების ზონაში, ეს გვინდოდა რომ იქითა ზონის სოფლებს ენახათ, მაგრამ უამიდობის და ბაზის უქონლობის გამო თავი შევიკავეთ. მეტნაკლებად ვერ მოვახერხეთ. სამომავლო გეგმები, ახალგაზრდული სტუდია არის, ეს ხო თეატრია და არის ბავშვთა სტუდია. და აქ ვაკეთებთ ბასიანის ბრძოლას, რომლის პრემიერა გვექნება 14 მაისს თამარის ხსენების დღეზე. და ამ ჯგუფთან, დიდების ჯგუფთან გაკეთდება აუცილებლად ნატრის ხე. მაგაზე დაიწყება მუშაობა იანვრიდან და ზაფხულში გვექნება პრემიერა მაგაზე. ანუ ორი ახალი სპექტაკლი და ერთი აღდგენა სტუმარ მასპინძლის ზაფხულში მაგას პირდებით მაყურებელს. სიმართლე გითხრათ, ამ თეატრის ჩამოყალიბება ჩემი ინიციატივა იყო, ძალიან მინდოდა თეატრალური ჩაბარება, მაგრამ რადგან საქართველოში არ არის ასე თუ ისე წარმატებული პროფესია, ამიტომ ცარო შევთავაზე, რომ თეატრალური დასის ჩამოყალიბებინა და დამთავრდა მარტივად და ძალიან მცირე რესურსებით დავიწყეთ თეატრის, ასე ვთქვათ, ერთ შეუდექით მუშაობას და რა ვიცი, რაც გამოგვივიდა ჯერჯერობით წარმატებები. ხო, რაღაც წარმატებები გვაქვს, ახლა მაგალითად გავამხელთ იმას, რომ თბილისიდან ასოციაცია ფშავმა მიგვიწვია ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და იქ გვექნება ჩვენება. და მეორე სპექტაკლის სახელს ჯერ არ ვიტყვით. სიურპრიზი იქნება. დღეს როგორ ჩაიარა შენი სკითხარი? დღეს რა ვიცი, მე პირადად უკმაყოფილო არ მომეწონა, იმიტომ რომ წინა სპექტაკლებთან შედარებით ნაკლებად ის იყო, მაგრამ რატო? დარბაზი თუ? დიახ, კეთში წარმატებით ჩავატარეთ სპექტაკლი, ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა და ჩვენც კმაყოფილები დარჩით. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გქონდა ქედში, იმიტომ რომ ქედელები ან ვაჟა-ფშავებაში ჩამოსახლებული ხალხი არის, მან თვითონ გზემო ქვემოთ არხეოლოგიის სკოლაში და ამიტომ უფრო მაგათთან უფრო მეტი პასუხისმგებლობა გქონდა და რამდენად კარგად წავდექით, ეგ ხალხის შეფასებიდან ვიცით, რომ კარგია. გაწყვიტე. დაბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ დედოფლის წყაროს საათს, ასეთი გახდათ წლის ბოლო გადაცემა, მე ერთი წლით უნდა დაგემშვიდობოთ, ანუ სულ რაღაც რამდენიმე დღით. მომავალ წელს შევხვდებით ახალი სიუჟეტებით, ახალი თემებით და ახალი სტუმრებით, მანამდე კი ყველა დედოფლის წყაროელს, ყველა კახელს და ყველა ქართველს მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ, მრავალს დაესწარით, წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებასა და კარიერაში. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და გვენდობით. მადლობა.